კომპლექსში უნდა აღვნიშნოთ, რომ მართველი გუნდისთვის არც საფრთხე წარმოადგენს რაიმე ახალ სიახლეს და საერთოდ მართველ გუნდზე საუბარი ამ შემთხვევაში არარელევანტურია. არის ქვეყანა, საქართველოს მისი სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა, რასაც რა პოლიტიკასაც ახორციელებს ხელისუფლება. თუ ამას ვინმე უპირისპირდება, რასაკვირველია, ის მიმართ ზომები უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ გააჩნია დანაშაულის შემადგენლობას. მე არა ვარ იურისტი, მაგრამ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რასაკვირველია, როცა მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლები და კონკრეტულად მოქმედები მისათვის, რათა შეჯახებას ჰქონდეს მუდმივი ხასიათი და სისხლის დაღვრისკენ იყოს ეს ყველაფერი მიმართული, ამის მცდელობა სახეზე იყოს და შემდეგ განაცხადო, რომ თუ კი ამაში დაეხმარება სამართალდამცავები და დაეხმარებიან სამართალდამცავები და არ შეასრულებენ თავის მოვალეობას, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას მიიღებენ, ეს ერთობლიობა რასაკვირველია ქმნის იმის წინაპირობას, რომ ვიღაცამ ამისთვის პასუხი მოთხოვოს. ეს რომ გამვლელი ლაპარაკობდეს, ამას ერთია, მეორე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამავე დროს კონკრეტულ მოქმედებებს ჩადის, ეს მეორეა. როგორ შეაფასებს ამას გამოძიება და სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებ, არა ვარ კომპეტენტური. შემდეგი კითხვა გააქვთ რა? არა, მე ამოვწურე რა, რაც თქვი ლევა ხაბეიშვილზე, იმაზე მეტი სათქმელი არაფერი არ მაქვს. არა, თქვი, რაც არის, უკვე გავაკეთე განცხადება. მოვსო, გაჩერდით ერთი წამით. არ პოლიტიკური პატიმარის ნიშნები არის იმ კომენტარში, რომელიც მე გავაკეთე? ახლიდან ხო არ მოყვები? არა, რა პოლიტიკურ პატიმარზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ადამიანი როდესაც ჩადის კონკრეტულ დანაშაულს და ეს დანაშაული ემუქრება არა ქართულ ოცნებას, არ რომელიმე პარტიას, ან რომელიმე სუბიექტს, ადამიანს თუ გაერთიანებას, არამედ სახელმწიფოს ემუქრება. რასაკვირველია, ეს მოქმედებები ჩვენ ყოველდღიურად რომელსაც ვხედავთ, ეს არის ის მოქმედებები, რომელსაც სათავეში უდგას ხაბეიშვილი. მარტო რევოლუციის მოწოდება, რომელიც რევოლუციისკენ მოწოდება, ეს არ არის ცალკე დანაშაული, თუ კი მას არ ახლავს კონკრეტული ქმედებები. ამასთან დაკავშირებით კვლავ განცხადება, რომ იქნება დიდი ფულადი ანაზღაურება მათთვის, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ძალოვანი სტრუქტურებიდან, რასაკვირველია ეს თემა, ეს ერთობლიობა ყველაფრისა, ქმედებები, განცხადებები, ადრე ჩადენილი ქმედებები, მომავალში ჩასადენი ქმედებების შესახებ საუბარი, ეს ერთობლიობა რასაკვირველია ქმნის გარკვეულ წინაპირობას, რომ პასუხი მოეთხოვოს. ნებისმიერ ადამიანს აქ პოლიტიკური სარჩული რასაკვირველია მის ქმედებებს აქვს, მაგრამ პირდაპირ უპირისპირდება კონსტიტუციას და კონკრეტულ კანონებს და აქედან გამომდინარე დაარქმევ პოლიტიკურ პატიმარს. ვეღარა ამაზე მეტი კომენტარი მე ხაბეიშვილთან დაკავშირებით არა მაქვს. აბა მიდი აბა სხვა კითხვა. და მე გააკეთა კიდევაც. ეხლა არა ეხლა მომესმენა წინას საარჩევნოდ ხაბეიშვილი რო პირდებოდეს, რომ მე ამერჩიეთ და გავაკეთებ ამან და სოციალურ პროექტებს გავახორციელებ, რასაკვირველია დანაშაული არ იქნებოდა, მაგრამ ძალადობრივი დამხობისკენ და სისხლისღვრისკენ მოწოდება მე ვფიქრობ თქვენ არ მომესმენა თქვენ თუ მაშინ აქ დადექი და მე შეგეკითხები, ხო? შენ არა, ნუ არ მინდა თქვენი შეხსენება. მე რაც თქვი ხაბეიშვილზე იმაზე, იქით სათქმელი არაფერი მაქვს, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებას. სოფლებმა საკმაოდ სერიოზული დაფინანსება მიიღეს, სოფლის პროგრამები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა, რაც შეეხება იაბ და უფასო
ფულთან დაკავშირებით თქვენ ეთყობა არ იცნობთ სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც სახელწოდებით მოქმედებს, რომელთაც ათასობით ფერმერს და მეწარმეს დაეხმარა, მათ შორის ისეთ ხალხს, ვინც ოპოზიციაში მოიაზრება, იმის გამო, რომ პროექტები ჰქონდათ. და ეს 100 ქარხანა, კი არა, 1000-ზე მეტია საწარმო, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით არის გაკეთებული. სახელმწიფო დაფინანსებით, რომელმაც შეუმსუბუქა ფინანსური ვალდებულებები ბანკის მიმართ და რასაკვირველია, ეს არის სწორედ ის იაფი, რაზედაც იყო საუბარი. ასე რომ ხაბეიშვილის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში სისხლს დაურიდა, დედას გიტირებთ ყველას არის სხვა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა სოციალური საკითხებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სხვა. არ ვიცი, გაითვალეთ რა, გამოართვით სახელმწიფო საწარმოებს, სახელმწიფო უწყებებს, გამოართვით, რომ რამდენი სოფლის პროექტი განხორციელდა, რამდენი რამ გაკეთდა სოფლებში, სოფლის არა. თქვენ ვერ გავიგე, ყურებში არ გესმით კარგად? აბა რა. ეხლა მე რო დაკვირდეთ, თქვენ რო სისხლს დაუღრით თქვენსაც და დანას ჩაგარტყავთ გულში და ბუდმივად ამისკენ ვისწრაფოდეთ, ეს ერთია. მე რო დაკვირდეთ, თქვენ რომ შეგიწყობთ ხელს თქვენ მუშაობაში, შეგიწყობთ ხელს იმაში, რომ სოციალური პროგრამები დაფინანსებული ქონდეთ და თანაც მოგეხმარები და გაგიკეთებ ამას. ორი სხვადასხვა, თქვენ თუ ეს არ გესმით, მე ამას სერიოზულად მეკითხები. აი, კარგი, მოჩის, აღარ გყავს. კარგი. შედარსია საუბარი და გაკეთებაზეა საუბარი და რას მოგიტანთ თქვენ და სახელმწიფოს ეს დაპირება იმაზეა საუბარი. და მით უმეტეს ერთი გაკეთეთ და მეორის გაკეთება სურვილი არსებობს, რომ დაიღვაროს და სისხლი დაიღვაროს და არ უნდა გააკეთებინო ეს მეორე საკითხი, მაგრამ სამართლებრივ შეფასებაში ახლა მე ვერ შევალ, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს. და ერთი საკითხია კიდე რა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულს თუ ვერ ხედავთ, თუ იმდენად დაბრმავდით, რომ ან მისი პირადი, ან ქართულ ფონდის, ან სახელმწიფოს მიერ გაკეთებული სოციალური პროექტები, ან თუნდაც იაფი ფულთან დაკავშირებით, ან სოფლის თქვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თქვენ არა, მომეს თქვენ ბრმახართ და იმიტომ ვერ ხედავთ. თქვენ დაბრმავებული ხართ, ბოღმით დაბრმავებული ხართ. სისხლის წყურვილით ხართ დაბრმავებული და იმიტომ ვერ ხედავთ ვერაფერს. და გამოართვი რა, 2012-დან დღემდე რამდენი სოფლის პროექტი გაკეთდა და ნახავ. ერთი ხიდი გააკეთეთ იმაში წალენჯიხაში 2 მეტრიანი და გადაგვაყოლეთ. რაც შეეხება ზოდელავას, რასაკვირველია, აქ ეჭვებს იწვევს თვითონ ის გარემოება, რომ ტელეფონი გადასცა და ამ ტელეფონით მიმალვას აპირებდა ზოდელავა. რამდენად დიდია დანაშაული მისი, ავთ შეფასებული იქნება. ჩემი აზრით, გააჩნია რა არის ტელეფონში ისეთი, რომლის დამალვას, ანუ რაღაც დანაშაულის ხელშეწყობას ზოდელავა აპირებდა თუ არა. თვითონ იყო საკმაოდ ისეთი პროკურორი, საკმაოდ სისხლიანი პერიოდი გამოიარა, მისი ხელით ძალიან ბევრი ისეთი საქმეები იქნა შეკერილი, რომელმაც დაანგრია ათასობით ოჯახის მომავალი, რასაც ჩვენ უყურეთ ფაქტობრივად. ხა პირადად როგორ მონაწილეობდა არ ვიცი, მაგრამ სისხლიანი სისტემის ნაწილი იყო. მაგრამ ამოვიდო სპეციალისტია, თვითონ კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ კი რამე დანაშაული არსებობს და ამ დანაშაულის დაფარვაში შენ ასე აშკარად ღიად ხელს უწყობ, რასაკვირველია პასუხი მოგეთხოვება.
ვინც არ უნდა იყოს ეს ოდელავა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი. გედევანი ქვია, გედია, გედი, შეგედი, ვინ არის შენი გედი? ხო. ძალიან ცუდი ფაქტია, იცი, ძალიან ცუდი. მე არც უშვებდი ამას ახლა ჯოანშერთან ერთხელ ვარ შეხვედრი თუ ორჯერ არ მახსოვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ ამ ხელა სისტემა და კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ძალიან ცუდი ფაქტია, ზოგადად ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ არის მეორე უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა ის, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელი კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის, ამიტომ არის საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის და ეს არ არის ჩვენი შეფასება. მსოფლიო ბანკი ესე აფასებს მრავალი მონაცემის მიხედვით. მარტო ამ მაჩვენებლის შენარჩუნებაზე არ არის ლაპარაკი, ქვეყანას გამოთხრის და დაანგრევს ნებისმიერ ქვეყანას თუ კი კორუფცია არსებობს. წარსულში იქნება თუ აწყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს კაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იქნეს გატარებული. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ნახოთ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. მე არ ვიცი. მე მესმის თქვენი კითხვის პათოსს. იცით რა არის თვითონ დანაშაულის მასშტაბი, რომელიც ლაპარაკობთ, იმდენად დიდია და იმდენად მწვავეა, რომ მე ვფიქრობ პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა შეფასდეს, მით უმეტეს სახელმწიფოს სახელმწიფო წარმომადგენლის მხრიდან. ხო, ოპოზიცია ამაზე გააკეთებს, აწყობს თავის PR კამპანიას და უამრავ რამეს იტყვის, მაგრამ როდესაც ესეთი სერიოზული თემაა და როდესაც ეს ეხება თავდაცვის მინისტრს, რასაკვირველია აქ გაცილებით მეტი თავშეკავება გმართებს. გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. არ უნდა დაუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს რაღაცა დანაშაულის დაფარვის ცდილობაში. გედევა. იგივე თემაზე მინდოდა ჯვარშენ ბურჟუაზიაზე რომ მეკითხა. ჩვენ ძალიან ბევრი სხვადასხვის რაცაც დააკავეს ჯვარშენ ბურჟუაზე, მათ შორის შაბათის ეთერშიც იყო სიუჟეტები გასული ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ გაინტერესებს თქვენ მარტო შაბათის ეთერს უყურებთ ხოლმე, ხო? აი თქვენც რო გეყურებინათ ბატონო. კარგი, იქნებოდა. ოკეი, უყურებთ ხოლმე. გიგვირდებოდა ესე ძალიან. უყურებთ ხოლმე ბელგიური შოკოლადის ფერი სახლი რო ასე და ბენზინი. თქვენი გადა. ხო, შეიძლება ეხა პოზიტივია, ცუდი კი არ არის, რაღაც შეიძლება მინიშნებაც არის, შეიძლება ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის გასაკვირი არ იქნება თქვენი მხრიდან იყოს. რამე ყველაფერს ყურადღება უნდა მეაქციო, ყველაფერს უნდა ჩაუფიქრდე, ყველაფერი გაანალიზო. იქნება თუ არა ბატონო გიორგის შემდეგი ირაკლი ყარიბაშვილი და დააკავებენ თუ არა ირაკლი ყარიბაშვილსაც, რა შეგიძლია გითხრათ? აფერე მე ვერც წარმომიდგენია რომ ირაკლი ყარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული. ირაკლი ყარიბაშვილს ვიცნობ დიდი ხანია ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული, თვითონაც თავისი ოჯახით საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ასე რომ ძალიან გამიკვირდება, ვერც უშვებ იმას, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ეგეთი ფორმულა, რომ არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდევაც. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ესეთი ბოროტი დანაშაულით, როგორც არის კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება. აი, გამოძიება მხარო თქვენ შემოწმებას მიღებული ქონდა ტვინის შერყევა. ახლა კი ის არის კარდიოლოგიურ განყოფილებაში.
რას გვატყუებს გამოძიება ან რა ხდება, როცა კაცზე ამბობენ, რომ ტვინის შეკრება აქვს და შემდეგ კარდიოლოგიურში აღმოჩნდება და ტვინის შეკრება არ შეიძლება კარდიოლოგიურში რო ორივე ერთად თქვენ არ შეიძლება რა გულის პრობლემა გაქვს და იქამდე გამოძიება თქვა რომ ტვინის შეკრება ქონდა რა ვიცი არ ვიცი მაგას ვერ გეტყვით მაგრამ მე არა ვარ ჯანდაცვის სპეციალისტი მაგრამ კარდიოლოგიური პრობლემებით ტვინის შეკრებიანი კაცი აღმოჩნდება კარდიოლოგიურში უფრო ვიდრე სხვა რომელიმე განყოფილებაში. ეგრე არ დაურეკეთ ჯანდაცვის ექსპერტებს და კითხეთ, რომ ადამიანს თუ ტვინის შერყევა აქვს და გულის შეტევა, სად უნდა დააწვინონ, ნევროლოგიურში უნდა დააწვინონ თუ კარდიოლოგიურში, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მართალი გითხრათ და მე პრინციპში რომ მკითხო ლოგიკურად ალბათ უნდა კარდიოლოგიურში მაინც რა, იმიტომ რომ იქ ტვინის თემასაც დაკავების დროს არ ვიცი. არ მგონია არ ყოფილა კადრებიც აჩვენეს დაკავების მე მგონი თუ არ მენახავს. კარგით, დავამთავრებ. ერთთვის განმავლობაში როც გაიყვა, თქვას ბოლომდე ამოიყოს რაც. არა კარგ ხასიათზე იქნება თელი. და რაზე ვერ შეთანხმდა. როგორც გაირკვა, თანაც რო ამბობს, რა ხსვენი. რაზეა საუბარი? კაცმა ამდენი მილიონი მოიპარა და არაფერი იცოდით და ახლა რო კითხვა დაგისვათ სიცხვილი არის? ერთთვის განმავლობაში ლაპარაკებოდა ქართული ოცნება ჯვანშერ ბურჯულაძეს და რაზე აპირებდნენ შეთანხმებას, რაზე ვერ მოგვარდნენ, რამაც ძალოვან უწყებებს გადააწყვეტინა, რომ ეს კაცი უნდა დაეჭირათ. რაზე ელაპარაკებოდა ქართული ოცნება ჯვანშერ ბურჯულაძეს? აზე ვერ შეთანხმდნენ რა უთხრა ჯვანშერ ბურჯულაძემ და რა უთხრა ქართულმა ოცნებამ ამას ყველაფერს მოისმენთ შაბათის კომედიურ შოუში ეს შეიძლება ეს გააკეთოთ ამაზე განცხადებით ხო არ არის ეგეთი თქვენ ფაქტ შემდგარ ფაქტს ამბობთ დიდი ხანია ხო არ მომხდარა 2 დღის განმავლობაში რეალობა ის არის რომ შეიძლება გამოძიება მიმდინარეობდა პროცესია ვიღაცა შეიძლება შეკითხვებიც ჰქონდა იქამდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დაკავების და ეს რამზე მიმდინარეობდა თუ არ მიმდინარეობდა მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია თვითონ სპეციფიკად დაკავების წინა პერიოდის გამოძიების სპეციფიკაზე ელაპარაკეთ გამომძიებელს იმან რა უთხრა და ამან რა უთხრა სკანდალურია საერთოდ ზოგადად თემა მძიმე თემაა დიდი ოჯახის პატრონ კაც თავდაცვის მინისტრს აკავებენ კორუფციის ბრალდებით და არის ცუდი ფაქტი ძალიან ცუდი ფაქტი ასე რომ ნახოთ რა მოხდება და როგორ მიმდინარეობდა გამოძიება წინასწარ იყო თუ არა მიმდინარეობის პროცესი შეიძლება თქვენ ფანტაზიებში გაცოცხლდეს ეგეთი არარსებული სურათი, მაგრამ რეალურად შეიძლება არც კონდეს ამას ადგილი, ეგ არავინ არ იცის. რადიკალური სურვილები, რაც ან გააშხერა პირდაპირ ერთ გადაცემაში, არავის მათი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, საუბარი ქართულოცნებაზე კონკრეტულად ბრძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ბრძოლის რამით ხო, მე მგონია რომ გედევან ფაფხაძე მიაღწია თავის მიზანს გამოჩნდა როგორც იქნა ისე ჯგვერაძე ბარნაბასავით არის რომელ პარტიას ეკუთვნის ვერ გაიგო ვერავინ და ერთი საკითხია რა მე მგონი თავის ფსიქოლოგიური გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ არ არის მე მგონი სტაბილური და მე არ მგონია რომ მარტო სიკვდილი უხაროდეს მე ვფიქრობ რომ იმისათვის რათა ისტორიაში ჩაეწეროს როგორმე თვითონაც არის რადიკალურ ნაბიჯებზე წამსველი მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მაგრამ უფრო მეტი რაც შემიძლია ვთქვა დაზუსტებით რაც შემიძლია ვთქვა ის მიზანი მიღწეულია მის მიერ რომ როგორღაც გედი ფოფხაძე გამოჩნდა საინფორმაციო სივრცეში მას მერე რაც აპირებდა დაეგეგმა პარლამენტში შესვლის შეჭრის ოპერაცია მე ისიც ვიცი რომ გარკვეული ვალდებულებები აქვს იგივე გვარამიასთან ნიკა გვარამიასთან პიროვნული მამამისთან არის დაკავშირებული
მამამისის პასუხისგებლობისგან თავის არიდების თემასთან რა პასუხისგებლობაზე არ ვიცი ლაპარაკი შეიძლება სულაც უდანაშაულო კაცი იყო და უდანაშაულობების დაჭერა ეს ხო თქვენი ხელწერაა მაგრამ რეალურად რა მოხდა რა გარიგებები დაიდო მაშინ რატომ დაივიწყეს გედი ფოფხაძე ხან იმას მიუჯდა ხოშტარიას რომ აი მეც შიმშილობ თუმცა ვერანაირად ვერ გახთა ასე რომ საით რაღაც დაბნეულ დაკარგულად მეჩვენება მაგრამ ფაქტია რომ აგერ ვდგევარ ტრიბუნასთან და გედი ფოფხაძეზე ვლაპარაკობთ მე მგონია რომ ეს ის მიზანია მაქსიმუმია რასაც მან მიაღწია თავის ცხოვრებაში კამპანიაზე რომელსაც ავიცილებს საქართველოს ქართული ოპოზიცია პარალელურად გავრცელდა ნახეთ ჩარლი კეკის მკვლელობასთან დაკავშირებით ამათ გედის ეგზაუნის ნახეთ რამდენად საშიში ჩაგახშეს ეგრევე კარგია, გამასწორები, სწორი ხარ. ხა გედი ფოფხაძემ რას მეაღწია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ზუსტად დაიჭირა ტრენდი. ანუ პოპულარობა მოდის აგრესიის კულტივირების აი ამ პროცესს სცენარს თუ ჩაუდგები სათავეში. მისი იდეა შეიძლება ეგ იყოს. შეიძლება მართლაც რაღაც დანაშაულზე არის წამსვლელი, მაგრამ ფაქტია რომ აი ეს დანაშაულის დაშვების უკაცრავად ფაქტია რომ აი დანაშაულის ჩადენის წინაპირობის გაუბრალოება არის ერთ-ერთი ტრენდის სცენარის ნაწილი გედიმ დაინახა რომ ამ სცენარს გარკვეული ამ მიმართულებას გარკვეული პოპულარობა გააჩნია და დაიწყო ამ თემაზე საუბარი ხაბეიშვილმაც პოპულარობა მას შემდეგ რაც გვერდზე გაწიეს ნაცმოძრაობის ლიდერშიპიდან მაკედან დაიწყო რადიკალიზაციის მხრიდან, მაგრამ ამას ყველაფერს თუ აქ პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ფიგურის მხრიდან, რასაკვირველია ეს ახალგაზრდობაში გარკვეულ ნიადაგს პოვებს. ეს არის მიზანი ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნის წინაპირობა მაშინ, როცა პროვოცირებას უკეთებ დაპირისპირებას. და იდეალურად წარმოაჩენ მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ადამიანის მოკლას, რომელზეც აგერ ღია ეთერში ლაპარაკობენ და რა მოხდა მერე. ახალგაზრდის ფსიქიკაზე ამან რასაკვირველია შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს და ეს არის მთავარი მიზანი. ეს ადამიანები დამნაშავეები არიან თავისი შინაგანი კონსტიტუციით. რას ჩაიდენენ ის მეორე საკითხია. მაგრამ დანაშაულზე წამსვლელები არიან და უკვე ჩადენილი აქვთ მორალური დანაშაული, რასაც ქვია ახალგაზრდების გარყონა და გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით მიაღწიეს. შეკითხვა უნდა გაემიჯნოს თუ არა გერმანიის ელჩი ან სხვა რომელიმე ელჩი ამ ძალადობრივ მოწოდებებს ქმედებებს ეს შეკითხვა უკვე წარსულს დარჩა. უკვე ხედავ თუ რა არ ემიჯნებიან აგერ ევროკავშირის წარმომადგენელი ხელსართმებს ადამიანებს რომელიც ექსტრემისტულ დაჯგუფებებში ყოფნით გაითქვეს თავი. რეალურად ადამიანებმა რომლებმაც ისროლეს ეს მოლოტოვის კოქტეილი რომლებიც ახლა იწვევენ გარეთ ქართულ ოცნების წარმომადგენლები თუ არ ახართ და გეშინიათ და ფიზიკურად ვერ გვიპირისპირდებით ეს ნიშნავს რომ ძალაუფლება ჩვენ ხელში არის მაქარაშვილი აცხადებს კომპანია ჩაატარეს იმაში რომ მოლოტოვის კოქტეილი არის სროლა არის დიდი ვაჟკაცობა და ამას ყველაფერს სხვადასხვა ელჩები არათუ ჩვეულებრივად უყურებენ და გმობენ არამედ მხარს უჭერენ თავის ქმედებებით და განცხადებებით და ამას არ ჭირდება თქვათ ჩემი კომენტარი იმდენად ნათელია და ხალხი ამას უყურებს სამწუხარო ფაქტია შემაშფოთებელი ამაზრზენი ფაქტია მაგრამ ეს მოცემულობაა რომელიც უკავშირდება
ბევრჯერ მithქვამს და მინდა ეს როგორმე მოხდეს კომენტარებში, ეს არ არის ლოკალური პრობლემა. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამოძახილი ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელსაც საქართველო და სამხრეთ კავკასია ქვია. ეს არის გარკვეული ასპექტი, ერთ-ერთი ასპექტი იმ გლობალური დაპირისპირებისა, ეგეთ ბრუტალური დაპირისპირებისა, უშველებელი სისხლის და წრემლის რეალობის ამსახველი საქართველოში ერთ-ერთ პატარა აი ამ სცენარის ერთ-ერთი პატარა ნაწილია. ბატონო, ამ ფონზე ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამზადებენ და ზიზღის კამპანიას ახალისებენ, ნახეთ, რომ ეს ამ ადამიანებმა ცინიკური განცხადებები გააკეთეს ამერიკაში დაღუპული ჩარლი კირკის ფაქტთან დაკავშირებით. დღეს გავრცელდა ინფორმაცია თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან, რომ ისინი, ვინც ამ ფაქტზე ხუმრობენ, შესაძლოა არ დაიშვან ამერიკაში და რამდენად სერიოზულია ეს ფაქტი და შესაძლოა თუ არა ამ რაღაცა საფრთხის წინაშე ის ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ, ვინც ხუმრობდნენ ჩარლი კირკის გარდაცვალების საკითხით. ჩარლი კირკის მოსაზრებებს შეიძლება არ ეთანხმებოდა. არის თემები გარკვეული, რომელსაც შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს. მაგრამ ამას ტყვით დაუპირისპირდებით, უმეტეს ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს საზოგადოებისათვის, არც თავის შეხედულებებით და არც თავის ქმედებებით, მით უმეტეს. ასეც რომ იყოს დაუპირისპირდე ტყვით და ტერორისტული აქტით, გასაკვირველია ეს მიანიშნებს უშველებელ საფრთხეზე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს გააჩნია და კონკრეტულ საზოგადოებებს გააჩნია. შენ ამ საფრთხეს თუ იღებ და თარგმნი ისე, როგორც შენ პოლიტიკურ მწამს შეესაბამება, ეს არ რჩება მხოლოდ ერთი ადამიანის ან თქვა სოროსის ფონდის სივრცეში. ეს ვრცელდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და მაგალითს აძლევს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ექსტრემისტები, რომ მათი განცხადებები იყოს საყურადღებო, რომ მათზე ილაპარაკონ. ასე რომ კულტივირება ამ ძალადობის არის აშკარად შესამჩნევი და მათ შორის სამწუხაროდ საქართველოში იმ ხალხისაგან, რომელიც თითქოს და დემოკრატიული რაღაც ღირებულებების მატარებლებად გვესახებოდნენ გუშინ. ესენი არიან შეპყრობილი, ბოროტებით შეპყრობილი ადამიანები და ქვესკნელიდან ამოიძახენ ხოლმე უბედურებას, რომელიც უნდათ რომ ქვეყანას დაატყდეს თავზე. ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიცია, ეს არ არის მხოლოდ ის სამი ადამიანის პოზიცია, ეს არის პოზიცია ყველასი, ვინც არ გმობს მათ განცხადებებს. ასე რომ მე ვფიქრობ ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ეს დამოკიდებულება არის განზრახ ჩამოყალიბებული იმისათვის, რათა მკვლელობის თემა იქცეს ჩვეულებრივ მოვლენად გარკვეული პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად. ამერიკის პოზიცია რამდენად წერია, რომ თავის რომ ამერიკაში მოშორების პირები, ვინც ამ საკითხით ხუმრობს და ამაზე იცის. ეცით რა არის, ამერიკის შეერთებული შტატები, რაც არ უნდა უშველებელი ძლიერი ქვეყანა იყოს და დიდი რესურსები ჰქონდეს, გარკვეულწილად თავს იცავს საფრთხეებისაგან, რასაც ექსტრემიზმის განვითარება ჰქვია. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული პირობების გამო უკვე გამოჩნდა ამ ექსტრემიზმის განვითარების მოსურნენი და მათ შორის არიან ის, ვინც დაგეგმა გინდა ტრამპის მკვლელობა და გინდა ჩარლი კირკის მკვლელობა, ნებისმიერი მკვლელობა, რომელიც გამოძახილია შემდეგ უკვე უნივერსიტეტებში თუ სკოლებში ჩადენილი დანაშაულებების და ბავშვების, ადამიანების, სტუდენტების მკვლელობაში. ეს გამოძახილია ყველაფერი და ამ გამოძახილის ხმამაღლა გაგონება სურთ საქართველოში კონკრეტულ პირებს. ასე რომ ვინც ამ კონკრეტული პირების გამონათქვამებს არ გმობს, არის სწორედ ამ იდეის და აი ამ შეპყრობილი ბოროტებით შეპყრობილი ადამიანების გაერთიანება. მე მგონია რომ ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს. ხო. ესე იგი მე ხო არა მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს იცი თეო
გაანებე მაგას, მე შეიკრავ, მე შეგიკრავ. დასმას. ბავშვობაში რამდენი წლის იყავ თასმის შეკრა რო ისწავლე? ხო. მე ადრე დავიწყე. აი, საინტერესო საკითხია, ცოტა გძელი ის პასუხი მაქვს. რატომ აღარ მიიღებენ ერთინაძე და ეს როგორ აისახება სამწუხაროა, იცით, და გადავხედეთ აქ ჩვენ მე და ჩემმა კოლეგებმა. სტუდენტებთანაც ქონდათ შეხვედრა, ხშირ შემთხვევაში ანალიზი მიმდინარეობს იმისა, თუ რა სურვილი აქვს გარკვეულ ჯგუფს, ამ შემთხვევაში კონგრესმენების და როგორ უპირისპირდება იგი საქართველოში მმართველი პარტიის პოზიციას. თვითონ შინაარსი ამ დოკუმენტისა ბევრმა არ იცის. არც აინტერესებს, ვინაიდან ზოგი მოწყურებულია, რომ როგორმე დაზიანდეს საქართველო, მათ შორის აი ამ რეზოლუციით, რომელიც არ არის სავალდებულო, მაგრამ გარკვეულ ხისტის ზომების გატარებას თხოვლობს საქართველოს მიმართ. ამას ხელს უწყობს ერთი მხრივ ტაივანის წარმომადგენელი, აგერ თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრად წოდებული და ყოფილი პრეზიდენტი, რომლის დამფინანსებელი და ხელფასის მიმცემი ტრამპს უწოდებს მოძალადეს და უფრო გაცილებით უფრო მძიმე შეფასებებს აძლევს. აქედან ანალიზი გააკეთეთ, რა ხდება. ხომ არ არის ჩანაფიქრი ისეთი, რომ საქართველო დაზიანდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აყავს მარიონეტული ხელისუფლება. რასაკვირველია, ამას გარკვეული ადამიანები წინააღმდეგნენ. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა ვითარდებოდეს და ეს არ არის ჰუმანური რაღაც ნაბიჯი. ვინც დაინტერესებულია სტრატეგიაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, პოზიციების გაძლიერების პერსპექტივით, რასაკვირველია, იგი იმოქმედებს ისე, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობის წინაპირობა შექმნას. ჩვენც მზადა ვართ ამისათვის, ჩვენი შეხედულებები უკავშირდება აი ამ დიდი ძალების ერთმანეთთან ურთიერთობების, კავშირების ხასიათს. აქედან გამომდინარე მოქმედებთ, როგორმე ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, სანამ ეს ურთიერთობები დალაგდება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას ვესწრაფვით და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და არა რაღაც ემოციიდან გამომდინარე. ასე არ ფიქრობს ჩვენი ოპონენტების ჯგუფი. ჩვენი ოპონენტების ჯგუფი ფიქრობს, რომ როგორმე სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს ხელისუფლებას და გონია, რომ საქართველო ამით გაიმარჯვებს და თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში და ჩართავენ ქვეყანას უბედურებაში. აი ეს არის ფორმულა. ამ ფორმულას ვინც გაითვალისწინებს და გაიგებს, საქართველოში რასაკვირველია მხარს დაუჭერს ქართული ოცნების პოლიტიკას. ვინც არ გაიგებს და სპეციალურად დაუპირისპირდება ამას, არის ან შეპყრობილი, ან ადამიანი, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. რაც შეეხება ოპოზიციის ყიჟინას, რომ ამ აქტს მიიღებენ და საქართველოს დამთავრდება, რასაკვირველია, არც ამ აქტის პროექტის შინაარსს იცნობენ, რაც მთავარია. და მეორე, არც პერსპექტივას ხედავენ, რა შეიძლება ქვეყანას მოუვიდეს. არა, ეს არასწორად თქვა. იმიტომ ამან მე ვისლის. ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც ამ აქტის მიღებას უჭერს მხარს, არის ორნაირი. ერთნი, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ამით შეიძლება რაღაც პოზიტივი მოხდეს, ესეთი ძალიან ცოტაა და არის ექსტრემიზმის განვითარებით დაინტერესებული ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს აქტი ხელშეუწყობს ადამიანების ქუჩაში გამოყვანას, რასაც შემდგომ მოყვება მეიდანიზაცია, უკრაინიზაცია და საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოსვლით საქართველოს ჩართავენ იმ სისხლსა და ცრემლში, რომელიც სამწუხაროდ დღეს ტრიალებს. ამაში პირდაპირ არიან დაინტერესებული გარკვეული ძალები, მათ შორის ევროპაში, მათ შორის ვიხილეთ აგერ მიტინგებზე, საგარეო საქმეთა მინისტრები კონკრეტული ქვეყნების და ამის აღსასრულებლად რასაკვირველია მარიონეტული ხელისუფლება საჭირო. ამ მიზნით ასეთი აქტის მიღება არის ამ ადამიანებისთვის
საინტერესო მისაღები თავის მიზნების მისაღწევად, თორე ხშირ შემთხვევაში არც შინაარსი არ იციან აი ამ კონკრეტული რეზოლუციის პროექტის და კარგია რომ ის შეწყდა, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესი აბსოლუტურად სხვა არის. ბატონო გიორგი, ეუთოს 36 და 36 ქვეყანა საქართველოს მიმართავს წერილს და მიმართავს რომ ქვეყანაში უნდა იყოს განთავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები 36 სახელმწიფო ეუთოსი აღნიშნავს ამ განცხადებას განთავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები დაისაჯოს ყველა მოძალადე თითქმის ნიშნის ქვეშ აყენებს ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნების სანდოობას და წერენ რომ სამწუხაროა ქართულ მოძებამ დროულად რო არ მოიწვია ეუთო ოდირიო ძალიან გავლენიანი ქვეყნები არიან ხელმომწერები რას ეთქვით ეუთოს აპირებს თუ არა პატიმრების განთავისუფლებას და მოძალადეების დაშლის ეცეთა ქვეყნები არ შეცვლილა ზოგი ეუთოს ფორმატიდან გაკეთება ეს განცხადება თუ ევროპარლამენტის პრაქტიკულად ქვეყნები და აქტორები არ იცვლებიან კონკრეტული პოლიტიკური მიზანია ამაში ჩადებული ეუთოს კომისია იყო ჩამოსული სასაკურველეს ყველა დეპუტატი არ არის და ყველა პოლიტიკური ფიგურა არ არის ექსპერტებიც არიან ჩამოსული შეაფასეს გასულ წელს არჩევნები დადეს დადებითი დასკვნა და გაიარეს ქარცეცხლი ბულინგის და პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორის სასაკურველია ჩვენ ვფიქრობთ გვაქვს საფუძველი ვფიქრობთ რომ მათი ჩამოუსვლელობა სწორედ დაევითარებიდან იყო გამომდინარე რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს ესეთი არ არსებობს არ შეიძლება ადამიანი ტექნიკას ესროდეს პოლიციერს სწავლდეს პარლამენტის შენობას სისხლის ხურისკენ მოუწოდებდეს და ჩვენ მას უწოდოთ პოლიტიკური პატიმარი ასე რომ დაკავშირებულია ხარ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით მაგალითები რომ პარლამენტში ან სახელმწიფო სტრუქტურაში გამოუცხადებულობას კარგული პასუხისგებლობა მოსდევს რამდენიმე ადამიანი ამ მიმართებაში დასჯილია იმ კოდექსით, იმ კანონით, რომელიც ზუსტად არის ევროპული სტანდარტის. ასე რომ საგამათო ბევრია, მთავარია რომ თვითონ შინაარსი იყოს კარგად გაგებული საზოგადოებაში და საზოგადოებამ გადაწყვიტოს არის თუ არა რაიმე ლეგიტიმური და სწორი გზით ვითარდება თუ არა ჩვენი ქვეყანა. შორენა მითხარი აბა. აი გითხარი უკვე პასუხია. მე საკმარისად მიმაჩნია. სხვა კითხვა არ არის იგივე. გავიგე, ხატია. ხო, მაგას გითხარი რა ყველაფერი. რაც გითხარი, აი ამის პასუხად შენ თქვი რომ გეამ გამცა ეს პასუხი და მე არ მიმაჩნია სწორედ ამ პასუხის გაცემა. აი დაიჭირე შენი მიკროფონი და ჩართვაზე გააკეთე რომ გეორგსკი თავი არის და ამ შეკითხვაზე და მაგრამ ზუსტად გითხარი ყველაფერი. კითხვის ნიშნის ქვეშ რაც არ დააყენეს ის ხო გაგიხარდათ რა. ტრანზიტულად იყო საქართველო ან პირიქით დანიშნულებით იყო საქართველოს რაც ეს ნივთიერება უნდა შემოგვიყვანოს. საქართველოში ვითარების აფეთქებაზე მუშაობს არა მარტო ეს შიდა ეს მარგინალური ჯგუფები ექსტრემისტების. არამედ ამით დაინტერესებულები არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ რომ საქართველოს მონაწილეობა მიიღოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერჯერობით არ ნელდება და მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაც არის მსოფლიოში შექმნილი. არის დაინტერესებული კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სუბიექტები, პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის რომ საქართველოში აფეთქდეს საერთოდ ვითარება და საზოგადოება დაუპირისპირდეს ერთმანეთს. გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს და ნამდვილად არ გამიკვირდება რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება უკვე თავის ფიზიკური გამოსახულებით იყოს სწორედ ამ მიზნით ჩამოტანილი ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ნახოთ გამოძიება რა შედეგს დადებს. წავედი უკვე შეხვედრა ახლა ვეღარ ვარიანტი ვეღარ ვასწრებ რა ფიშერის და საქართველოს ურთიერთობებზე შპიგელის ფიშერის და საქართველოს ურთიერთობებზე გამოცემა გერმანული როგორ აფასებთ თქვენ ფიშერის ქმედებებს მაგალითად რაო შპიგელმა როგორ აფასებთ ფიშერის გერმანიის შპიგელმა რაო შპიგალია ეგეთი გამოცემა
შპიგელი არის რა. აი, არც მე არ ვიცი. შეიძლება ქართულების დამოკიდებულებებს და ამბობთ რომ ქართულებმა ქვეყანაში დასაქმების შერევაში არ დანაშაულებს აკრიტიკებსო აი სტატია და აღწერს სიტუაციას. აღწერს სიტუაციას. თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად ლუჩის ქმედებებს, გერმანიის ლუჩის ქმედებებს როგორ აფასებთ და მის ურთიერთობას ქართულებს? საერთოდ არა მარტო კონვენციით, ისტორიული გამოცდილებით ელჩი არის ადამიანი, რომელიც ორ მხარეს შორის ურთიერთობების მოგვარებაში, დათბობაში არის დაინტერესებული და სწორედ მისი მისია ამისკენ უნდა იყოს მიმართული. მე არ ვიცი ხა მას აქვს ესეთი ინსტრუქცია რომ როგორმე გადაიყვანოს ორმხრივი ურთიერთობა ცუდ ფაზაში თუ თვითონ არის ადამიანი რომელიც აი ამას ხელს უწყობს ყველაფერს ან შეიძლება ორივე ერთად არის. ძალიან ბევრჯერ მინახავს ქონია ესეთი გამოცდილება, როდესაც ქვეყნის სათავეში არიციან ზოგადად ვითარება ადგილზე და სარგებლობენ და ხელმძღვანელობენ ელჩის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ ვითარება უფრო სერიოზულად არის, ვინაიდან კონკრეტული რესურსი არის საქართველოს წინააღმდეგ მობილიზებული. არა იმდენად საქართველოს წინააღმდეგ მობილიზებული, რამდენადაც საკუთარი ინტერესის რეალიზაციისათვის მობილიზებული და ფიშერი არის ერთ-ერთი აქტორი ამ თემისა, რომელიც ცდილობს როგორმე ეს საქართველოს გერმანიის ურთიერთობებში შეიტანოს ისეთი ელემენტები, რომელიც აი ამ გლობალური დაპირისპირების ფონზე საქართველოს დამარცხებას შეუწყობს ხელს. შეიძლება რთული ფორმულირებაა, მაგრამ ზუსტად ასახავს ნუ იქნებ მაგ ხელებს. ვლაპარაკობ. ეს ისე ფიქრობ ესე არის. შალვა პაპუაშვილმა ის თქვა, რასაც მე ახლა ვამბობ. ზუსტად უნდა გინდა შალვა პაპუაშვილის თქვა, ახსენო? არა, არ არსებობს რა. ამ ხო. იცით რა, ამდენი ნებისმიერი პასუხი შეგიძლიათ აიღოთ და მაგ კითხვაზე პასუხად ჩათვალოთ. ეს არა, კონკრეტულად გეუბნებით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არის გამოძახილი იმ ვითარებისა, რაც სოფლიოშია. და სოფლიოში დღეს ვითარება დაპირისპირებას ახასიათებს უშუალებელი წრემლი, უშუალებელი სისხლი და ცივსისხლიანი პრაგმატულობა. აი ეს უნდათ რომ საქართველოში გადმოიტანონ, იმიტომ კი არა რომ რაიმე პირადი რაღაცა ამბიცია ან დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ ეს ინტერესია იმ ქვეყნების, იმ ძალების, რომლებიც ჩვენ არაერთ მიტინგზე ვიხილეთ. რომ საქართველოს მიმართულება იყოს მთავარი აგრესიისა, რომელსაც რუსეთი დღეს ევროპის მიმართულებით ახორციელებს. აი ეს იდეა აქვს ჩადებული და ამ იდეას ემსახურებიან ეს ადამიანები. ქართული ოცნების პირობებში ეს იდეა განუხორციელებელია. უნდათ რომ მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება, ვინც ამას გააკეთებს. აი ამ დანაშაულზე ქვეყნის წინააღმდეგ წავა. შეპყრობილი ხალხის მობილიზებით და ახალგაზრდების გონების არევით. ეს არის ჩამოყალიბებული სცენარი, ამ სცენარის უკან დგას სახელმძღვანელოები, რესურსები, ფინანსური და პოლიტიკური. დიდი მადლობა.